მოგესალმებით დიანა, მივესალმებით TV1-ის მაყურებელს, მინდა დავიწყო სოლიდარობა გამოუცხადო მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ყველა იმ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ახლა რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება და დარწმუნებული ვარ, ქართული ხალხის ბრძოლა აუცილებლად მოიტანს მათ თავისუფლებასაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის თავისუფლებას. შესაბამისად ბუნებრივი ამ პროცესების ნაწილია, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას მიმართ წარმოებული მთელი ეს პროცესი. თქვენ იცით, რომ გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, სადაც დეტალურად ისაუბრა მათ შორის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, განმეორებით გამოიძახის კომისიის ხდომაზე. აქ უკვე მას დაგეგმილი ჰქონდა წინასწარ ვიზიტები საზღვარგარეთ და შესაბამისად გეგმების შეცვლას არაპირებდა თან იმ პირობების გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის დებულება ითვალისწინებს დისტანციური ჩართვის შესაძლებლობას და მას მსგავსი ტიპის შემოთავაზება ერთხელ უკვე პირველი კომისიის ხდომის დროს მიღებული ჰქონდა. ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ მითითებულ დროს კომისიის ხდომის მიერ მითითებულ დროს მიგვეღო დისტანციურად ამ სხდომაში მონაწილეობა, რაზეც საერთოდ აუხსნელი მიზეზით ამბობენ, აცხადებენ უარს. აი თქვენ ვერ მოისმენდით დღეს ვერც ერთ დამაჯერებელ იურიდიულ ან ლოგიკურ არგუმენტს, რომელიც შეიძლება თავსებადი იყოს, მისაღები იყოს ობიექტური ადამიანისთვის, რატო არ თავენ გიორგი გახარიას კომისიის ხდომაზე. ბერდია, ის რომ ორივლისაც არ იქნება გახარია საქართველოში, ეს არის ობიექტური მოცემულობა, დიახ. კი ბატონო, ბერდი, ეს არის ობიექტური მოცემულობა, იმიტომ რომ წინასწარ თქვით აბა. დიახ, დიანა. ეს არის ობიექტური მოცემულობა, ძალიან კარგად იციან, რომ რამდენიმე კვირიანი ვიზიტით გამგზავრებულია სხვადასხვა სახელმწიფოში, პოლიტიკური ვიზიტებით, შესაბამისად ეხლა წარმოუდგენელია, აი ამ რიტორიკით ესაუბრებოდეს გამოსაკითხ პირს, ახსნა განმარტების მიმცემ პირს საგამოძიებო კომისია. თუ საგამოძიებო კომისიის მიზანი ის არის, რომ შეკითხვებზე მოისმინოს პასუხი, რა მნიშვნელობა აქვს ამას დისტანციურად გააკეთებს, თუ ადგილზე მოსვლით. აი მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს მე ეხლა ეთერში ვიჯდე თქვენთან და თქვენ გესაუბრებოდეთ ეთერში თუ აი ამ კამერის საშუალებით გქონდეს ჩვენ კომუნიკაცია. კითხვებს მისვამთ ჩვეულებრივ რეჟიმში და პასუხობთ, ხო? არ შეიძლება აქ რაღაცა სხვადასხვის გამოტანის შესაძლებლობა არსებობდეს, ხო? ეს არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ამ სამარცხვინო არის საგამოძიებო კომისია, ბიძინა ივანიშვილი და ოცნების რეჟიმი თავის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს თუ მარიონეტებს, რომლის ხელითაც აკეთებს აი ამ ყველაფერს. კი ბატონო, ბერდია. ყველაფერი გახდება საჯარო მათ შორის ჩორჩანასთან ძალიან სერიოზულ ბრალზეა საუბარი გახარიას შემთხვევაში, ის რომ მესმის თქვენ საუბრობთ ვიზიტზე, რომელიც რამდენიმე კვირიანია, გააჩინა კითხვა, რომ ხომ არ აპირებს თქვა დარჩეს და აღარ დაბრუნდეს საქართველოში, ვინაიდან 15 წლამდე პატიმრობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. თქვენ შეგიძლიათ რამე თქვათ ამ ეჭვის გასაფანტად ან არა, რა ვიცი ხა ესეთი ტიპის ეჭვები ამაზე საუბარი ჯერ არც ყოფილა. თუმცა ფაქტი ის არის, რომ აი მძიმე მუხლებით, უმძიმესი მუხლებით, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული კი არ არის. ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის ლექსიკით, ნარატივით საუბრობს დღეს ოცნების რეჟიმიც. როგორც ხიჭვი არის ბიბილოვისთვის, როგორც თვითონ აცხადებს ჩორჩანას საგუშაგო, ზუსტად ასეთი ხიჭვი აღმოჩნდა ოცნების ხელისუფლებისთვისაც და აუცილებლად აი ამ ქვეყანაში დადგება ის დრო, როდესაც ყველა ამ საქმეში ჩართულ პირს, ყველას აბსოლუტურად სრულ მოწმეებიდან დაწყებული, მათ შორის იმ ადამიანებით, რომლებიც კომისრობანას თამაშობენ ამ კომისიაში, სამართლებრივ სახელმწიფოში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვისთვის, რატომ აზიანებდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც ძალიან ხშირად უყვართ და ახსენებენ. რას ედავებიან გიორგი გახარიას? ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს მიღმა კი არ არის აქ საუბარი. საგუშაგოს აღმართვას, რომელმაც გააჩერა ბორდერიზაციის პროცესი, ცოცავი ოკუპაციის პროცესი და არ მისცა ოკუპანტებს იმის შესაძლებლობა ესარგებლად გამოეყენებინათ 1922 წლის რუკა და ჩორჩანა მთლიანად და სხვა 27 პუნქტი კიდევ დამატებით წაერთმიათ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიების მიღმა დაეტოვებინათ. აი ამას ედავებიან და დაყავთ ვიღაცა მოწმეები, სოფლის გამგებლები, რომლებიც ჯიბეში უსხედან ამ პარტიას და თქვენ ნახავდით ალბათ 2 დღის წინ დღეს გავავრცელეთ სხვათა შორის ეს ვიდეო
ბრძოლას გაკეთებულ სიუჟეტს, სადაც ჩორჩანის მოსახლეობა საუბრობს, რომ არა ეს საგუშაგო ჩვენ საოკუპაციო ხაზს მიღმა ვიქნებოდით. იმედის გარდა არც ის ტელევიზიას არ უშვებენ ამ სოფელში. ამ საგუშაგომ გადაარჩინა უამრავი ადამიანი დაკავებას. უამრავი ადამიანი პირდაპირ ხმამაღლა ვითხოვი, რომ გადაარჩინა სიკვდილს. ის რაც მოხდა ლომისაზე გახსოვთ თქვენ, როგორ მოკალეს რუსმა ოკუპანტებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. აი ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს და ამას ედავებიან, ხო გიორგი ახლა საკუთარი ქართული მიწის დაცვას ედავება დღეს ოცნება გიორგი გახარიას. არ პატიობს ქართული მიწის დაცვას, არ პატიობს რომ შვიდობიანად გააკეთა ეს. არ პატიობს რომ მავთულ ხართები არ დარის დღეს ჩორჩანის ტერიტორიაზე. ცოცავი ოკუპაცია რო გააჩერა, აი ამას ედავება. აი ესეთ ხელისუფლებად, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა დღეს ოცნების რეჟიმი, მაგრამ აი ეს აგონიური ქმედებები, რასაც აკეთებს მიზანმიმართულად, ოპონენტების გასანადგურებლად, პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად, დიქტატურის დასამყარებლად ამ ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პერსონალურად მათ მდგომარეობას, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ვერ იარსებებს აი ეს რასაც თესავენ ეს ადამიანები მათვე არ მოუბრუნდეთ გამორიცხული არ არსებობს უბრალოდ მათ პასუხი არ აგონს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ უმძიმეს დანაშაულებზე რასაც ახლაც ჩადიან და რომელი კომისიის ინსტრუმენტით იქნება თუ პროკურატურის ინსტრუმენტით იქნება და სხვა უწყებების ინსტრუმენტით რასაც ესენი აკეთებენ ამისთვის ყველა აგებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ყველას დაეკისრება და მათ შორის ისტორიული პასუხისმგებლობა და მე არ ვისურვებდი ამ ადამიანების ადგილზე ყოფნას არავისი. იმიტომ რომ ეს იქნება უმძიმესი ამბავი, რომელიც ამ ადამიანებს ისტორიულად დაეკისრებათ. და ამაში მონაწილეობა არის ძალიან დიდი უბედურება და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ. ეს არ არის პერსონალური ვენდეტის ინსტრუმენტი. გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური ვენდეტა რა თქმა უნდა ამოძრავებდა და დაანონსებული არის ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ოცნების რეჟიმის მხრიდან, მაგრამ ამასთან ერთად აზიანებენ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს ინტერესებს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ყველაზე სამწუხარო და უბედურება ამ ქვეყნისთვის. დღეს ხელისუფლება გავს აი იმ შეშლილების ჯგუფს, რომელიც საჭესთან ზის აი ამ აქსელერატორისთვის ფეხი აქვს დადგმული და წარმოუდგენელი სიჩქარე თვითონ ხომ მიექანებიან უბსკულისკენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენც მიგვაქანებენ სახელმწიფოს მიაქანებენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიაქანებენ და ეს არის სად შეიძლება ოდესღაც რაღაც იქნება მაგრამ ახლა სად შეიძლება აი ეს მუხრუჭი ფუნქცია რამ შეიძლება შეიტანოს პროცესში რომ რაღაცნაირად არ აღმოუჩნდეთ რეალობაში, სადაც მხოლოდ ერთი პარტიაა, მხოლოდ მათი ძალაა და სხვა ყველანი, ვინც მას არ ეთანხმებიან, არიან განადგურებულები, დაპატიმრებულები და პოლიტიკური ველიდან გაწეულები. აი, ამ რეალობას რომ ავწდეთ და სადღაც გაჩერდეს ეს პროცესი, აი, რა შეიძლება მუხრუჭის როლი რამ შეიძლება ითამაშოს? დიანა, მოდი პირდაპირ ვიტყვი, უნიკალური რეცეპტი ჯიბეში ამისი არავის არ უდევს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მსგავსმა ფაქტებმა, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებამ, ციხეებში ადამიანების დაპატიმრებამ, ჩვენი ბრძოლა არ უნდა გააჩეროს. ადამიანება ყური არ უნდა ჩამოყარონ, ბრძოლაზე არ უნდა თქვენ უარი. ამიტომ ჩვენ რაც უფრო ბრძოლის ჟინს გამოვასხივებთ, რაც უფრო ერთიანობას გამოვასხივებთ ამ გზაზე, ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გზაზე, ეს იქნება რა თქმა უნდა იმ მუხტის მიმცემი, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოვახდინოთ ზეწოლა აი ამ რეჟიმზე, რომ როგორმე ამ ადამიანებმა ნორმალურ ვითარებაში დააბრუნონ ეს ქვეყანა ახალი არჩევნების გზით. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. წარმოუდგენელია ეს ადამიანები როგორ უსწორდებიან, ხო? აი ამ ეს იყო მიზანმიმართული გეგმაზომიერი პროცესი, რომელიც რუსული კანონით დაიწყო აი პირველი ნაბიჯების გადადგმა აი ამ პროცესში, ხო? NGO სექტორის გაქრობა, მედიების გაქრობა, პოლიტიკური პარტიების გაქრობა, თავისუფალი სიტყვის დახშობა, ანუ ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უნარი რო არ კონდეთ, მათი ფინანსური მოგუდვა, ეს არის გეგმის ნაწილი, რომელიც ოცნების რეჟიმს აქვს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრულობა, მხნეობა, სიმტკიცე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება. არა ქვეყანაზე რაღაცა ტიპის როგორც თვითონ პროპაგანდა იყენებს ამას რაღაცა ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერების კუთხით ქვეყნის მოსახლეობისთვის, არა,
კონკრეტული ტარგეტირებული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამაზე პასუხსაგებენ. რეჟიმის სპონსორების მიმართ, რომლებიც დღეს ძალიან კარგად გრძნობენ თავს, ფულს აკეთებენ. რომეოების ქვეყანად გადაიქცა ოცნების მხარდამჭერებო, რო იცოდეთ ეს ქვეყანა. თქვენ გონიათ რომეო მიქაუტაძე ერთი ადამიანია? ოცნების 70% ლიდერშიპის არის რომეო. როგორ შეიძლება დაიჯეროთ, რომ რომეო საჩვენებლად ჯიან? იმისთვის ჯიან, რომ თქვენ დაგარწმუნდეთ, თქოს კორუფციას ებრძვიან. ძალიან მალე ეკონომიკური პრობლემები უდგას ქვეყანას და ამას მალავენ, საგულდებულად მალავენ ადამიანები და აი ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ოცნება. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ბერდია სიჭინავას, ჩვენი შემდეგი სტუმარია თინა ხიდაშელი, მე მას მივესალმები. თინას სტატუსი